იცით თქვენ რომ არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცენტრალური ოფისი შტაბი ნიუ-იორკში არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაეროს გენერალური ასამბლეა რომელიც პერიოდულად იკრიბება და სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ გენერალურ ასამბლეაზე და კენჭს უყრიან ხოლმე ყველა სახელმწიფო მონაწილეობს გენასამბლეაში და არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშუალოების საბჭო რომლის მუდმივ მოქმედი წევრიც არის რუსეთი. შესაბამისად მუდმივ მოქმედი წევრი არის რა მას აქვს ვეტოს უფლება ანუ სურო კარგი რაღაცეები ჩაწერო უშიშროების საბჭოს განაცხადებაში თუ რუსეთს არ მოუნდა თუ პუტინს არ მოუნდა ის კარგი რაღაცეები უშიშროების საბჭოს ეგიდით დამტკიცებული არ იქნება. გენასამბლეაზე ვეტოს უფლება არავის არ აქვს უბრალოდ ყველა ქვეყანას აქვს თითო ხმა და ხარს უჭერენ ან არ უჭერენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ორგანიზაციისა რომელიც ჩემი მოსაზრებით 1958-ია შექმნილი აბსოლუტურად უფუნქციოა ჩემი აზრით გასაუქმებელი კარგი ოკეი სხვაგვარად ვიტყვი რეფორმები უნდა ჩატარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მაგრამ მე ვინმე კითხება საბოლოო ჯამში სოფლიო ლიდერებმა სოფლიო ქვეყნებმა გადაწყვიტეს რომ გაერო ამ ფორმით უნდა არსებობდეს და ოკეი არსებობს თუმცა კვლავ ვიმეორებ ჩემი ღრმაწმენით და არა მხოლოდ ჩემი ღრმაწმენით და აზრით არის აბსოლუტურად უუნარო გენასამბლეაზე გადის რეზოლუციები როგორც უშიშროების საბჭოში მაგრამ იქ რუსეთს ვეტოს უფლება აქვს გენასამბლეაზე გადის რეზოლუციები საქართველოს შესახებ და იქ ხმათა უმრავლესობით წყდება მაგალითად ტოლბილთა დაბრუნების საკითხი აფხაზეთში ტოლბილთა უფლებებისა და უფლებების საკითხი და დაბრუნების საკითხი წლიდან წლამდე 90-იანი წლებიდან შევარდნაძის პერიოდიდან ეს ჩვენთვის სასარგებლოდ წყდება ხოლმე. რასაკვირველია, თუმცა იმპლემენტაცია ანუ ხორცი ვერ შეესხმება ხოლმე მიზეზთა გამო, იმიტომ რომ რუსეთი არის აგრესორი, აღარ გიამბობთ ახლა არაფერს გეტყვით იმის თაობაზე, რუსეთი რამდენად ცუდი სახელმწიფოა. მოკლედ ეს ფარატინაკ აღალდათ რჩება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ისტორიისთვის. ხო და ამბავის ის არის რომ ახლა ესე იგი 3 რიცხვში 3 ივნისს 2025 წელს ადგილობრივი დროით 3 საათსა და 48 წუთზე PM ანუ დღის შუა დღის 3 საათსა და 48 წუთზე საქართველოსთან დაკავშირებით დევნილებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო გენასამბლეამ ალბანეთიდან აი პირველი ქვეყანა დავასახელე უკასაოდ ავღანეთია პირველი ავღანეთიდან ვიდრე ზიმბაბვემდე ყველა არ მიიღო მონაწილეობა ზოგმა მიიღო ზოგმა არა უბრალოდ უმრავლესობა მიიღო უმრავლესობამ არა და აი მაგალითად წინააღმდეგი წავიდა სულ რაღაც დევნილთა უფლებების თაობაზე სულ რაღაც 1 2 3 4 5 6 7 8 ქვეყანა შეიძლება 8 შეიძლება 9 1 2 3 4 5 6 7 8 9 ბელარუსი კუბა ესე იგი მალი ნიკარაგუა სუდანი რუსეთის ფედერაცია რასაკვირველია ზიმბაბვე რატომღაც და ასე შემდეგ ანუ მათ ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა თქვეს რომ დევნილთა უფლებების სულაც დევნილები არ სულაც არ უნდა დაბრუნდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ფეხებზე გვკიდია რუსეთს რო კიდია გასაგებია ბელარუსსაც რომელიც აღარ არსებობს მეთქი სულ ვიმეორებ გასაგებია კუბას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გქონოდა იმ ქვეყნების იმედი რომლებთანაც ურთიერთობას ალაგებს დე ფაქტო პრემიერად წოდებული დე ფაქტო პრემიერი ირაკლი კობახიძე ხომ უნდა გქონოდა ხომ გასაგებია რომ ის ქვეყნები რომლებთანაც დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობების კვალ და კვალ ჩვენ ურთიერთობებს ჭყალებში ვიუმჯობესებთ ისინი ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ და გაეროში მაინც უნდა დაეჭირათ მხარი რეზოლუციაში მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩვენ მხარ და მხარ რეზოლუციისათვის ხელი უნდა ეწიათ მაგალითად კობახიძემ იცით თქვენ ჩახუტებულ მდგომარეობაში იყო პრაქტიკულად სერბეთის ლიდერ ვუჩიჩთან და არავითარი შედეგი ჩავხედოთ სერბეთს ახლოვოთ მოდი შენახა სერბიან ესე იგი სერბია თავი შეიკავა
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით სერბეთმა შეიკავა თავი. ოკეი, სერბეთი ესეთი ცუდი სახელმწიფოა. რა და კობახიძე ჰალაგებდა და ალაგებდა მასთან ურთიერთობას და რატო შეიკავა თავიო ვინმე რო იკითხოს ეს კითხვა კი მართალი ხდება, მაგრამ მოდი ხა ერთს კობახიძის ვერსიას გავყვეთ და ვთქვათ რომ ოკეი შეიკავა მას პრინციპში მაინც სერბეთზე არის რუსეთის დიდი გავლენები და არ გააღიზიანა რუსეთი. განვაგრძოთ, მეგობრებო. ესენი ურთიერთობენ სხვებთანაც, გარდა სერბეთისა. სერბეთზე მეტადაც ხშირადაც ურთიერთობენ. არაბულ ქვეყნებში იყო სამჯერ მოგეხსენებათ. ჩამოართვეს ხელი აღიარეს საქართველოს არსებული ხელისუფლება ანუ რეჟიმი და კვლავ რუსეთის მხარდამჭერებად რჩებიან. ჩვენთვის აი ესეც სასიცოცხლოდ მართლა მნიშვნელოვან საკითხზე ამას თინა წერს და მე ხიდაშელი და მე პრაქტიკულად ციტირებას ვახდენ, მაგრამ მაინც. მოიარა ცენტრალური აზიაო. აღიარეს ხელი ჩამოართვეს და ისევ ნოლი სარგებელი საქართველოს 5-დან არც ერთი არ გვაძლევს სხვას რეგიონში ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან. ჩავხედოთ. ავიღოთ მაგალითად ყირგიზეთი. თავი შეიკავა. გადავიდეთ ბოდიში ვიხდი, ესე იგი ცენტრალ უზბეკეთზე ასე მაგალითად. უზბეკეთი თავი შეიკავა. ყაზახეთი ვნახოთ. იქნება ცდება თინა. იქნება ახლა გვაბოლებს. ყაზახეთი თავი შეიკავა. კიდევ რადაჩა ტაჯიკეთი საერთოდ დარბაზში არ იმყოფებოდა რამდენადაც მივხვდები. და ტაჯიკისტანი. ესე იგი ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი ისე დიზზე. თურქმენისთან დარბაზში არ იმყოფებოდა. განვაგრძოთ მეგობრებო, მაშინ რა თუ ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში არ დაგვიჭერენ და დენილთა დაბრუნების კონტექსტში არ დაგვიჭერენ ესეთი მხარს, მაშინ რას დადიხართ, იმიტომ რომ ზედმეტი 60 არა, საჭირო 60 მილიონი იშოვოთ, რომელსაც ისედაც არ გიხდიან. ტაჯიკეთი ეგარ მაგის პასუხია 60 მილიონს გვიხდის. გავაგზავნოთ, მეც ვახურებ ახლა არ შეიძლება კობახიძეს ესე ხშირად ლაპარაკი და ასე მძიმედ ლაპარაკი და მისი სუკრიტიკა და კრიტიკა. კობახიძე მოიარა ცენტრალური აზია. დადიოდა ინდოეთში, მაკა უკაცრავად, მაკა ბოჭორიშვილი. დადიოდა და გამოფინა ქვეყნები, იქ ხომ სრული კატასტროფა გვაქვს. ნახოთ ინდოეთი? ინდია. A B C D E F G H A B C D E F G F G Germany, India. თავი შეიკავა. ინდონეზია, თავი შეიკავა. ირანმა ჩვენს ქვემოთ რომ არის, თავი შეიკავა. ისრაელმა რატომღაც თავი შეიკავა. იორდანიამ თავი შეიკავა. ნეპალმა თავი შეიკავა. ომანმა თავი შეიკავა. ყატარმა თავი შეიკავა და ასე შემდეგ. სენეგალთან რატო ვერ დაალაგეთ ურთიერთობები, კარგად არ მესმის. თავი შეიკავა. განვაგრძოთ ისევ თინას სტატუსის კითხვა. ესე იგი აზია აღიარეს რომ ხაეროში მაკა დადიოდა ინდოეთში გამოფინა ქვეყნები, იქ ხომ სრული კატასტროფა გვაქვს. მაგრამ ეს ემირატები სპეციფიკურად ტრაგიკულია. ამ ხელ ამბავზე წავიდნენ, გაეროს ერთადერთი მაღალი პოსტი, რომელიც ქართველს ეკავა პოლონიკაშვილი იგულისხმება, შესწირეს ემირატებს და ისიც კი არ სთხოვეს სანაცვლოდ, რომ რეზოლუციისათვის მხარი დაეჭირათ. აღარაფერს ვამბობ ბაჩიაშვილის საქმის სკანდალზე. და ბოლოს ეს უსაყვარლესი ძალიან საინტერესო აქცენტი აქვს თინას და მეც ვიტყვი ორ სიტყვას. ჩინელები უნდა შემოვიდნენ საქართველოსშიო დღენიადა ამას გვიმტკიცებს ბიძინა ივანიშვილი ბანდიტის ხელისუფლება დამაჯარიმებთ. ბიძინა ივანიშვილი ბანდიტის ხელისუფლება ამას გვიმტკიცებთ და რა არის ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და დევნილთა დაბრუნების უფლების აღიარება. მითხარით ვინმე. ეს ჩინეთი რუსეთს ხო არ უფრთხის. რუსეთს ჩაყლაპავს, შესანსლავს. ჩინეთთან რატო არ არის დალაგებული ურთიერთობა? იმიტომ რომ ჩინეთმა მაინც დაგვიჭიროს მხარი, მაგრამ თინა შეიძლება ახურებს. ჩაინა, Poland, Qatar, Republic of Korea, Russia, ასე შემდეგ, ABC, უგასწრებთ აქეთო წამოვიდე. ესე იგი ABC, კანადა, ესე იგი ჩადმა არ მოგცა და ჩაინა. არ მოგცა კი არა, ჩადმაც თავი შეიკავა და ჩაინა.
ასევე თავი შეიკავა. რატომ? კარგი ამბავია ეს. ამასობაში არ დავასახელებ როგორც ბოდი შეჩავხედე WhatsApp-ს. არ დავასახელებ ვინც მომწერა ეს წამია. თავშეკავებულთა სია განსაკუთრებით საინტერესოა. ჩამონათვალში იმ ქვეყნების, რომლებიც საქართველოს მხარდაჭერი რეზოლუციისაგან ხმის მისცემისაგან თავი შეიკავეს, სირიასთან ერთად სულ 59 ქვეყანაა. მათ შორის არიან ჩინეთი, ირანი, ისრაელი, სერბეთი, ბრაზილია ყოფილა, ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები, განსაკუთრებით ესენი, მე წერილის მომწერს მისი ნებართვა არ მაქვს და ეს მაინც პირადი წერილია არ დავასახელებ, დავაფარებ თქვენის ნებართვით ხელს და ვიტყვი აი ამ ხელა დავაფარეთ ითი რომ არ გავამხილო ვინ მომწერა ძალიან ცნობილი კაცია ძალიან ცნობილი პატივსაცემი კაცია ვინც ეს მომწერა ამასობაში ბოდიშს ვიხდი და ერთ ამბავზეც ვისაუბრებ იცით თქვენ რომ უნგრეთს ძალიან ჩაეხუტა არა უნგრეთმა მოგვს სახმარი ხმა გადავამოწმოთ ბოდიშს ვიხდი რომ ისე არ გამოვივიდეს თუ აბრალებ რამეს მაგრამ მაინც ბოდიში ისევ თინა სტატუსიდან ვიხემძღვანებთ თქვენის ნებართვით ხიდაშელის ესე იგი ვესვეზებთ H-ზე ხო A B C D E F G H Germany India F G ჰუნგარი მოუწია ხმა ესენი ძალიან ჩაახუტებულები არიან უნგრეთს და უნგრეთთან და ძალიან კარგია რა თქმა უნდა ევროპული სახელმწიფოა, აბა ნატოს წევრი სახელმწიფოა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს უნგრეთი და უფრო ზუსტი რომ იყო მისი ლიდერი ამბობს შემდეგ რამეს. უკრაინა არას დიდებით არ უნდა გახდეს ნატოს ევროკავშირის წევრიც კი. გასაგებია რომ ყველა ჩვენი თითოეული ჩვენი ვამბობთ რომ უნგრეთი და სერბეთი შესაბამისად ორბანი და სერბეთია რო გაცალოთ სლოვაკეთი და უნგრეთი და სლოვაკეთი შესაბამისად ორბანი და ფიცო არიან ტროას ცხენები და მთელი ევროკავშირი ფიქრობს იმაზე როგორ ჩამოართვას ხმა არა როგორ ასცდეს მათ ვეტოს როგორ აიცილოს მათი ვეტო ამა თუ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მაგალითად უკრაინასთან დაკავშირებით გავიგე მაგრამ ამავდროულად წევრები არიან და მხარიც მოუჭერია აგე უნგრეთს კარგია მაგრამ უნგრეთის ლიდერი გამოდის და ამბობს შემდეგ სიტყვას არას დიდებით და არავითარ შემთხვევაში უკრაინა არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი იმიტომ რომ უკრაინა არის დიდი სახელმწიფო უნგრეთზე დიდი სახელმწიფოა ბევრად ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოზე კი არა ყველა სახელმწიფოზე დიდი სახელმწიფოა იქ შესაბამისად უკრაინელი ევროპარლამენტარებიც გაჩნდებიან და უკრაინა რომელიც ესე მძიმე მდგომარეობაში არის და არის მასში უნდა ჩაასხან ფული და უნგრეთის პატრიოტ ჭყალებში ორბანს რასაკვირველი არ უნდა რომ ფერმერების თუ მეწარმეების თუ ბიზნესმენების თუ მოკლედ უნგრეთის ფულიც მიდიოდეს უკრაინის ბიუჯეტში გაპარტახებული უნგრეთის ლიდერის აზრით გაპარტახებული უკრაინის ამოსაქაჩად და გადასარჩენად ოკეი ლოგიკურია მაგრამ მე მაქვს კითხვა ასეთი ოდესმე თუ დადგება დღის წესრიგში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. Question. ეს ამათი ძმაკაცი, ადრე სააკაშვილისა, შემდეგ ღარიბაშვილისა, ახლა კობახიძისა. უღირებულებო ტროას ცხენი ვიქტორ ორბანი. რომელსაც მე იმედი მაქვს რომ გადაირჩევენ, რასაკვირველია. ჩვენ დაგვიჭერს კი ამ ხარს და თუ დღეს არ უჭერს უკრაინას მხარს რატომ საიდან ვიცით რომ საქართველოს საკითხი რომ დადგება დღის წესრიგში და უჭერს მხარს სხვა შორის ეს ის უნგრეთია რომელიც თავს იკავებდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მოცემასთან დაკავშირებით ხო ამბობდა ორბანი პირდაპირ რომ აიცით რა არაო მიზესთან გამო ასოცირების ხელშეკრულებაზეც კი ერთი ხანობა ბევრმა არის შესაძლოა არ მჭედავდა ეს ის უნგრეთია რომელიც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს რო გვაძლევდნენ ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვთქვათ პოზიტიური კი არა უარყოფითი განწყობები და პოზიციები ჰქონდა. ხო და 2030 წელია წარმოვიდგინოთ. როგორღაც გიბოდიშებთ სიტყვისთვის და მიეტენა საქართველოს იმ ორეულს, ანუ უკრაინას და მოლდოვას. ისევ სამეულის ფორმატია, დასხდნენ ბრიუსელში და მსჯელობენ საქართველოს ეს შეასრულა, ეს ვერ შეასრულა, ეს შეასრულა, ეს შეასრულა, ეს შეასრულა, ეს შეასრულა, აქ პრობლემები აქვს, მაგრამ ის შეასრულა. და მოდი პრინციპში ავანსად ისევე როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვცეს ავანსად რატომაც არა
სამივე მივიღოთ, სომხეთიც კი მივაბათ ამ სამ ქვეყანას და აი 4 ქვეყანას მივცეთ გავუხსნათ გზა ევროკავშირში და შევიდეს ჭანდაბას 4-ვე ქვეყანა კარგი სომხეთი იყოს, ოდენ კანდიდატი, მაგრამ აი ეს სამი კი იყოს. რა გარანტია გვაქვს, რომ უნგრეთის ლიდერი თუ იმხანად იქნება ორბანი და ოღონდ არ იქნება მეთქი, მაგრამ ხვალ რომ მოხდეს ეს, აი ისეთი რაღაცები ხდება, რომ ხვალაც რომ მოხდეს, არც ის იქნება გასაკვირი, ორბანი იტყვის, რომ yes, ჯორჯია იმსახურებს ამ ყველაფერს. და ისევ იმ თემას დაუბრუნდები, კვლავ ვიმეორებ, რას დადიხართ? იარეთ. რა თქმა უნდა იაროთ, ყველა ქვეყანა ერთმანეთზე მნიშვნელოვანია. მაგრამ როცა დადიხართ აი ამ ქვეყნებში, რომლებმაც მხარი ჩვენ არ დაგვიჭირეს, გალბატონ ბოჭორიშვილს მივმართავ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს. ან მივმართავ დე ფაქტო პრემიერს. ის მაინც უთხარით დალოცვილი შვილებო ან არ დალოცვილებო, რომ ძვირფასო მოვახლოვოთ. სუდანო, მე მგონი არ ქონიათ ვიზიტი, მაგრამ მაინც რაღაცა ურთიერთობა დაამყარეთ სუდანთან და სუდანმა ან ზიმბაბვემ ან გასაგებია ნიკარაგუასთან და რუსეთთან და ვერაფერს გახდებით, მაგრამ მალის ხელისუფლება ან არ ვიცი ხო ერიტრეას ხელისუფლება ან ბელარუსთან ვერაფერს ვერ გახდებით, კუბის ხელისუფლებასთან ალბათ ვერ გახდებით. დაგვიჭირეთ ხარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თუ შესაძლებლობის მიცემას მისცემის შესახებ რეზოლუციაში. დაგვიჭირეთ ხარი და იყავით საბერძნეთის, გერმანიის, აღარ მოვახლოვებ ხა მე ევროკავშირის გერმანიისა და ევროკავშირის საბერძნეთის გარდა სხვა სახელმწიფოს ესე ხსენებას მინდოდა და აღარ მოვახლოვებ. ასე მაგალითად ტონგას გვერდით იყავით. გახსოვთ უკაცრავად დიმიტრი სამხარაძე მიცის სად არის სახელმწიფო ტონგა. სხვა ქვეყანაც მინდა რომ ვახსენო და ამიტომ ტუვალოს დაუჭერია ჩვენთვის ხარი. კარგია. უკრაინას ცხადია, ურუგვაი იცის სამხარაძე დიმიტრი მარიცის, მაგრამ სარქუა დაადებს ესე თითს. სად არის ურუგვაი? რუკაზე. ორბანს ებარებოდეთ. ოღონდ ეს ორბანი ჩვენი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგე რომ არის და მომავალში იქნება და კობახიძე ჩაბღაუჭებული როა და ერთადერთი პარტნიორი რომ ეგულება ნუ ფიცოს გარდა პრინციპში ევროპის კავშირში ორბანისა და ფიცოს სახით, ხო? ესეც ფაქტია, ოღონდ ესენი იქნებიან პირველები, ვინც ზურგში ჩვენ დანას ჩაგვარტყამენ. და კობახიძეს საბოლოო ჯამში უკაცრავად ბიძინას საბოლოო ჯამში უნდა ეს. ნახვამდის.